წონის კლება პირველ რიგში დამოკიდებულია მიღებულ და დახარჯულ კალორიებს შორის სხვაობაზე. ალბათ გაგიგიათ კიდეც, რომ კალორიული დეფიციტი ცხიმისწვისთვის აუცილებელია, მაგრამ რა არის კალორიული დეფიციტი? რამდენი უნდა გამოვაკლოთ და რას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შედარებით რთულია. ამ ვიდეოს ბოლოს გეცოდინებათ, როგორ გაიგოთ, რამდენია თქვენი კალორიების დღიური ნორმა, რამდენი უნდა იყოს დეფიციტი წონის დაკლებისთვის და რა გავლენა აქვს ზედმეტად დიდ დეფიციტს ადამიანის ორგანიზმზე. რა არის კალორიების დღიური ნორმა? ეს არის ენერგიის ის რაოდენობა, რომელიც სჭირდება ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, ფიზიკური და გონებრივი აქტივობისთვის და დამოკიდებულია რამოდენიმე ფაქტორზე. პირველი არის ადამიანის აღნაგობა. რაც უფრო ფიზიკურად დიდია ადამიანი, მით უფრო მეტი ენერგია სჭირდება მას. მეორე კუნთის რაოდენობა. კუნთი სხვა ქსოვილებთან შედარებით მეტ ენერგიას იყენებს და ლოგიკურად რაც უფრო მეტი კუნთი აქვს ადამიანს, მეტი ენერგია სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია მისი პროფესიაც. მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური მუშაობა უწევთ მთელი დღის განმავლობაში, მეტი ენერგია სჭირდებათ, ვიდრე მათ, ვინც ოფისებში მუშაობს. და ბოლოს უნდა გავითვალისწინოთ, ვარჯიშობს თუ არა ადამიანი. სპორტსმენებს, რა თქმა უნდა, მეტი ენერგია სჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს. როგორ უნდა გავიგოთ, რამდენია ჩვენი ყოველდღიური კალორიების ნორმა? ამისთვის რამდენიმე ხერხი არსებობს. არსებობს ონლაინ კალკულატორები, რომლებიც ითვალისწინებენ ჩვენს წონას, სიმაღლეს და ყოველდღიურ ფიზიკურ აქტივობას. ეს კალკულატორები მუშაობს, მაგრამ იმდენად ზუსტი არ არის, რომ ბოლომდე და ბრმად დავეყრდნოთ მათ. წარმოიდგინეთ არასწორ საწყის კალორიებზე დაფუძნებული დიეტა, რომელსაც კვირების განმავლობაში მივყვებით. ეს რა თქმა უნდა არაეფექტური იქნება და ბევრ დროსაც დაგვაკარგინებს. ალტერნატივა არის რამოდენიმე დღის განმავლობაში მიღებული კალორიების დათვლა, მათ შეჯამება და დღეების რაოდენობაზე გაყოფა. ასე მივიღებთ რიცხვს, რომელიც დაახლოებით ასახავს ჩვენი ყოველდღიური კალორიების ნორმის რაოდენობას. რამდენი უნდა იყოს დეფიციტის რაოდენობა წონის კლებისას? ანუ რამდენი უნდა გამოვაკლოთ დღიურ ნორმას იმისთვის, რომ წონა დავიკლოთ. ეს დამოკიდებულია საწყის წონაზე. შედარებით ჭარბწონიან ადამიანებს უფრო აგრესიული დეფიციტით დაწყება შეუძლიათ, რადგან მათთვის ნეგატიური გვერდითი ეფექტების გამოჩენის შანსი ნაკლებია. რაც უფრო დაბალი ცხიმის რაოდენობა აქვს ადამიანს, მით უფრო ცუდად იმოქმედებს აგრესიული დეფიციტი მასზე. ზოგადად ადამიანების უმეტესობისთვის ნორმალური დეფიციტი არის 400-500 კალორია. ანუ თუ მჭირდება 2000 კალორია, დღეში მივიღებ 1600-1500 კალორიას. ეს არის დეფიციტის ის რაოდენობა, რომელიც გამოიწვევს წონის კლების სასურველ ტემპს. ანუ დაახლოებით კვირაში 9 კილოს. რატომ 9 კილო და არა მეტი? წონის კლებისას ვცდილობთ, რომ გქონდეს პროგრესი ზედმეტი ნეგატიური გვერდითი ეფექტების გარეშე. ამაზე დიდი რაოდენობით წონის სწრაფად დაკლება გამოიწვევს რამოდენიმე არასასურველ ეფექტს. მაგალითად, კუნთის დაკლება. ნებისმიერი წონის კლების დიეტის დროს კუნთის დაკარგვა მოსალოდნელია, მაგრამ რაც უფრო გავზრდით დეფიციტის რაოდენობას, დაკარგული კუნთის რაოდენობაც იზრდება. უენერგიობას, რაც ცხოვრების ყველა ნაწილში გამოიხატება. არასაკმარისი საკვების მიღება აქვეითებს ფიქრის, რთული გადაწყვეტილებების და ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ძლიერი შიმშილის გრძნობა. ადამიანების უმრავლესობას იმაზე ნაკლები ნებისყოფა გვაქვს, ვიდრე უგონია. საკვების მოპოვება ბუნებრივი ინსტინქტია, რომელსაც ძალიან რთულია შეეწინააღმდეგო. განსაკუთრებით ჩვენს გარემოში, სადაც ულტრაგადამუშავებული და ძალიან გემრიელი საკვები ადვილი მოსაპოვებელია. ზედმეტად ხანგრძლივი დიეტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხიმი საერთოდ არის ამოღებული რაციონიდან, იწვევენ ჰორმონალურ დისბალანსს, რაც გამოიხატება ძილის პრობლემებში, სტრესის გაზრდაში, ცხიმის და წყლის დაგროვებაში და ლიბიდოს დაქვეითებაში. დიეტის ბოლოს დაკლებული წონის სწრაფად მომატება. ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ ორგანიზმი ძალიან გამოფიტულია და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. ამას გარდა ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმდენი ნებისყოფა, რომ ნელა გაზარდოს კალორიები და ერთბაშად არ ჭამოს ის საკვები, რომლებიც ამდენი ხანი ენატრებოდა. სწორედ ამიტომაა, რომ ადამიანების 85-90% დაკლებულ წონას უკან იმატებს. ამიტომ ჯობია ნელ, მაგრამ გარანტირებულ შედეგებს დავჯერდეთ და არ ავყვეთ იმ დაპირებებს, რომლებსაც სწრაფი, მაგრამ სინამდვილეში არაეფექტური დიეტების მომხრეები გვაძლევენ. ამ რჩევების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ წონის დაკლებას, მაგრამ წონის დაკლება და ცხიმის დაკლება სხვადასხვა რამაა. ამაზე უფრო ვრცლად შემდეგ ვიდეოში.